პარიზში ახალი ქართული რესტორანი ვაზი გაიხსნა. რესტორნის გახსნას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საფრანგეთში მოღვაწე ქართველები და ასევე უცხოელი სტუმრები. რესტორნის მფლობელები ქეთი ბრეგვაძე და მისი მეუღლე გიორგი სივზივაძეა. რესტორანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მოგზადით. მადლობა სულგასერებს მოგზაურობისთვის არაშენ ხავატამ თეთრიგეთით მაგრამ ვის თარისობს ხავატამ თეთრი ბრეგვაძე მასპინძელი რესტორნის მფლობელი და ამფუძნებელი დამაარსებელი სული და გული და ბატონი გიორგი სივზივაძე. ეხლა საზეიმო ვითარებაში ხორტიკა. აბა აპლოდისმენტები. ძალიან დიდხანს მოვდიოდი აქამდე ეს ყველაფერი რომ გამოსვლოდა. იმედია გავამართლებ ყველა ეს იმედებს და ყველაფერი გადაჭრა. კარგად მოდი გვერდი. საღამო კი ანსამბლმა მარანმა გაალამაზა. Açma, yapılan sos. კიდევ ერთი ახალი კერა გაიხსნა პარიზში, ქართული კერა, რესტორანი, რომელსაც არაჩვეულებრივი სახელი დაარქვეს ვაზი და რომელიც გამორჩეული ქართული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლებს სტუმარს, ფრანგს, უცხოელს, ქართველებისთვის იქნება საყვარელი თავშეყრის ადგილი და უცხოელები აღმოაჩენენ ქართულ კულინარიულ კულტურას, საქართველოს შესახებ ისაუბრებენ და გაიყოლებენ კარგ მოგონებებს და კარგ სტაბეჭდილებებს. წარმატებებს უსურვებ ახალ ქართულ კერას ვაზ პარიზში. წარმატებას უსურვებ კიდევ ერთ ქართულ კულტურის ცენტრს, ვაზ, ახალ რესტორანს. მინდა რომ ქართული ბიზნესი რაც შეიძლება კარგად იყოს წარმოდგენილი საფრანგეთში და პოპულარიზაცია გაუწიოს ჩვენს კერძებს, ჩვენ ღვინოს, ჩვენ ხომ ღვინის სამშობლო ვართ, ასე რომ შესანიშნავი ღვინოები აქვს, შესანიშნავი კერძები აქვს, ძალიან მომეწონა ყველაფერი და მრავალ სტუმრიანობას უსურვებ ვაზ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის.